აი წარმოიდგინეთ, რა მოხდება კაცობრიობის ყველაზე ბნელ საათში. არსებობს რამე ღვთიური სამაშველო გეგმა, დღეს მოდით ჩავუღრმავდეთ სწორედ ერთ-ერთ ასეთ ინტერპრეტაციას. საუბარია საიდუმლო თავშესაფარზე, რომელიც, როგორც ამ წყაროშია ნათქვამი, თითქოს სპეციალურად არის მომზადებული, რომ უპრეცედენტო კრიზისს გადაურჩე. ყველაფერი, ფაქტობრივად, იესოს ამ გამაფრთხილებელი სიტყვებით იწყება და კარგად დაუკვირდით. აქ ლაპარაკი არა მხოლოდ რაღაც სულიერ ხსნაზე. ფრაზა ვერავინ გადარჩებოდა, ხომ პირდაპირ მიუთითებს ფიზიკურ საფრთხეზე. ანუ საუბარია ეპოქაზე, რომელსაც დიდი გასაჭირი ჰქვია და რა შეიძლება იყოს ასეთი საშინელი. ხო და სწორედ ეს კითხვა ამ მთელი ანალიზის გული და სული. თუ კაცობრიობა მართლა ასეთი ტოტალური განადგურების წინაშე დგება, არსებობს თუ არა რამე ღვთიური სამაშველო გასასვლელი? მოდით ვნახოთ, რას გვთავაზობს ჩვენი წყარო. ამ ინტერპრეტაციის მიხედვით ეს 7 წლიანი გასაჭირი იყოფა ორ. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ და უნდა ითქვას ძალიან კრიტიკულ ეტაპად. აი, აქ რაც მართლა ძალიან საინტერესოა არის ეს მკვეთრი კონტრასტი. წარმოიდგინეთ, პირველი ნახევარია ღვთიური მოწმობის პერიოდი, ანუ ორი მოწმე დაცულია ღვთისგან, მაგრამ მერე ყველაფერი თავდაყირადგება. მეორე ნახევარში სცენაზე გამოდის მხეცი, რომელიც ქმნის აბსოლუტურად ტოტალურ სისტემას. ხვდებით, ისეთ, სადაც ვაჭრობა მხეცის ნიშნის გარეშე უბრალოდ შეუძლებელი ხდება. და აი, ეს არის გადამწყვეტი მომენტი. წყაროს მიხედვით მხეცის სისტემის მიზანი ხომ მხოლოდ ეკონომიკური კონტროლი არ არის. არა, ეს არის ადამიანის სულის და გონის სრული დაპყრობის მცდელობა. ასეთ პირობებში კი რაღაც ღვთიური თავშესაფრის გარეშე ფიზიკური გადარჩენა ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება. მაშ რა არის გამოსავალი? აი ამ კრიტიკულ ვითარებაში. წყარო მიგვითითებს ღვთიურ გადაწყვეტაზე. რაღაც იდუმალებით მოცულ თავშესაფარზე, რომელმეც თურმე სპეციალურად ამ დროისთვის არის გამზადებული. ეს სლაიდი ძალიან კარგად გვიჩვენებს თუ როგორი იდუმალია ეს ადგილი. ბიბლიაში მას ხომ სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ. გამზადებული ადგილი, უდაბნო, საიდუმლო ოთახი. მაგრამ ყველა ეს სახელი საბოლოო ჯამში ერთ რამეზე მიუთითებს. მისი ზუსტი ადგილმდებარეობა დაფარულია და მხოლოდ ღმერთმა იცის. ეს სურათი უბრალოდ განსაკუთრებით შთამბეჭდავია. დიდი არწივის ორი ფრთა. დაფიქრდით, ეს ხომ უბრალოდ ლამაზი სიტყვები არ არის. ეს არის ზებუნებრივი, ელვისებური და ღვთიური გადაადგილების სიმბოლო. ანუ ეს არ არის ჩვეულებრივი მოგზაურობა, ეს არის სასწაული. საინტერესოა, რომ წყარო აქ კონკრეტულ ბერძნულ ტერმინს იყენებს, ჰარპაზო. ეს ნიშნავს უეცარ ფიზიკურ გატაცებას ერთი ადგილიდან მეორეზე, ოღონდ დედამიწის დატოვების გარეშე. აი, დაახლოებით ისე, როგორც ეს მოციქულ ფილიპეს დაემართა. და სწორედ ეს განასხვავებს ამ მოვლენას იმ უფრო ცნობილი ატაცებისგან, რომელიც ზეცაში ამაღლებას გულისხმობს. და რაც ყველაზე საინტერესოა, ამ არგუმენტის გასამყარებლად წყარო წარსულს იშველიებს. მათი მტკიცებით, ღმერთს ისტორიაში უკვე აქვს ჩატარებული მსგავსი გენერალური რეპეტიციები. ანუ, დაცვის მოდელები, რომლებიც მომავალი გრანდიოზული მოვლენის ნიმუშებია. შეხედეთ, აქ 4 ძალიან ნათელი მაგალითია. გოშენის მიწა, რომელიც სტიქიას გადაურჩა, როცა მთელი ეგვიპტე იტანჯებოდა. სინათლე ისრაელთა სახლებში, როცა ირგვლივ სრული უკუნი იყო. თვითონ იესოს იგავიც, ერთი წაიყვანეს, მეორე დატოვეს. და განსაკუთრებით ელიას ისტორია, რომელიც 3 წლის განმავლობაში, ზუსტად იმავე დროის განმავლობაში, რაც მხეცის მმართველობა გრძელდება, ღვთის მიერ იყო დაცული და გამოკვებილი. მოკლედ, მთავარი არგუმენტი ისაა, რომ ეს ყველაფერი არ არის უბრალოდ ცალკეული, ერთმანეთთან დაუკავშირებელი სასწაულები. არა, ეს არის ღვთიური ნიმუში, პატერნი, რომელიც მეორდება ისტორიაში და რომელიც წყაროს თანახმად მიუთითებს მომავალ საბოლოო დაცვის აქტზე. და რას ნიშნავს ეს ყველაფერი საბოლოოდ? წყარო აქ ორმაგ დასკვლას გთავაზობს, რომელიც ერთდროულად სულიერიც არის და პირდაპირიც. პირველ რიგში, თეოლოგიურად, ყველა ეს თავშესაფრის მოდელი, რაზეც ვისაუბრეთ, სიმბოლურად ერთ პიროვნებაზე მიუთითებს, იესო ქრისტეზე. ის არის მორწმუნეებისთვის საბოლოო, აბსოლუტური სულიერი თავშესაფარი. ეს არის ამ ანალიზის მთავარი სულიერი დასკვნა. თუმცა, წყარო ტოვებს ერთ ბოლო, ძალიან დამაფიქრებელ კითხვას. თუ კი წარსულში ეს რეპეტიციები იყო რეალური, ფიზიკური მოვლენები, რეალური მიწა, რეალური სინათლე, რეალური საკვები, ხომ არ მიანიშნებს ეს იმაზე, რომ მომავალშიც სულიერი თავშესაფრის პარალელურად გამოჩნდება რეალური ფიზიკური ადგილი, რომელიც ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება. ამ კითხვით სრულდება ეს განხელვა.